1840 წელის გაზაფხული, გერმანია. დევიდი და მისი მეგობრები გადაწყვეტენ, რომ ზაფხულის ცხელი დღეები გააგრილონ და მდინარეზე წავლენ. არავინ არ იცის თუ რა სიურპრიზს უმზადებს ცხოვრება ამ ადამიანს და რა ხიფათი შეიძლება გადახდეს მას. ყოველი ნაბიჯის გადადგმის დროს ასევე არ იცოდა მისი მომავალი დევიდმაც. ის ძალიან ბედნიერი იყო ამ ამბით, რომ მოსწყდებოდა სამუშაოს და გადაეშვებოდა გრილ მდინარეში. მართლაც აუხდა ნატვრა. სულ 3 ბიჭი იყო, მათ შორის ერთი დევიდი. პირველ ხანებში ჩვეულებრივ ერთობოდნენ, როგორც ჩვევიათ ხოლმე ახალგაზრდებს. მაგრამ ეს მხიარულება მალევე გადაიზარდა უხეშ გართობაში. უხეშ გართობაში მინდა ვიგულისხმო ისეთი თამაშები, რასაც ერთმანეთს ვითომ და დახრჩობის მცდელობა ჰქვია. ნუ ერთი სიტყვით გართობა გრძელდებოდა. ამ 3 ბიჭიდან ჯანმრთელობას მხოლოდ ჩვენი მთავარი პერსონა დევიდი უჩიოდა, რადგან მას გულის მანკი აწუხებდა, ხოლო მესამე ბიჭმა, რომელიც მათ ალალ ბედზე გამოყვა, ეს ამბავი არ იცოდა. ამიტომაც დევიდთანაც ისე ერთობოდა ჩაყვინთვით და იმიტირებული დახრჩობით, როგორც მის მეორე მეგობართან. ამ გართობა და მხიარულებაშიც დევიდს გულის ძლიერი შეკუმშვა დაეწყო და სუნთქვა გაუძნელდა. ეს ვერ შენიშნა მისმა მეგობარმა და ბოლომდე ჩააყვინთინა. დევიდი მთელი ძალით ცდილობდა, რომ თავი დაეღწია წყლიდან, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვი ზემოთ არ წევდა, რადგან ეგონა, რომ დევიდი მას მხოლოდ ატყუებდა. რამდენიმე წამში დევიდი მოკვდა. მისი სიკვდილის მიზეზი არა დახრჩობა, არამედ გულის გახეთქვა გახდა. შესაძლოა ძალიან ამაზრზენი იყო ამ ახალგაზრდა ადამიანის მსგავსი დაღუპვა, მაგრამ უფრო ამაზრზენი ის შემდგომი განვითარებაა, რაც დევიდის სიკვდილს მოჰყვა. 2000 წელი, გერმანია. იგივე მდინარე, სადაც დევიდი ტრაგიკულად დაიღუპა. და ამ მდინარეს ახალი ვიზიტორები. პირველ რიგში მინდა გიამბოთ იმ მეთევზე ნათქვამი, რაც ამ ბავშვის დახრჩობის შემდეგ ამ მდინარეს თავს დაადგა. როგორც ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი მეთევზე იხსენებს ბატონი კლემანსო, თურმე ეს მდინარე ამ ტრაგედიის დატრიალებამდე უღთევზიანი იყო. არ არსებობდა შემთხვევა ამ მდინარეში ანკესი ჩაგეგდო და თევზი არ ამოსულიყო, ამბობს მეთევზე. მაგრამ 1840 წელს საბედისწერო აღმოჩნდა, როგორც დევიდისთვის, ასევე თევზებისთვისაც, რადგან მის მერე ამ მდინარეში არც ერთი სულიერი არსება არ დაუნახავთ. უფრო მეტიც, წყალმცენარეებიც კი როდესაც იზრდება, მაშინვე ხმება. ახლა კი დაუბრუნდეთ იმ ახალგაზრდა ვიზიტორებს, რომლებიც 60 წლის შემდეგ ისევ ეწვივნენ მდინარეს. იგივე მიზეზით, რაც დევიდს და მის მეგობრებს ჰქონდათ განზრახული. ზაფხულის ცხელი დღის გაგრილება, მაგრამ ამჯერად ბიჭები არა ერთმანეთს ახრჩობდნენ, არამედ ერთმანეთის გადარჩენას ცდილობდნენ. როგორც ჩარლი იხსენებს, რომელიც ერთადერთი გადარჩენილია 2000 წლის ამბიდან, რომ ისინი ჩვეულებრივ ცურავდნენ, არც ხელით ეხებოდნენ ერთმანეთს და არც ერთ ურთის შეშინება ჰქონდათ მიზნად განზრახული. მდინარეც მშვიდი იყო და ისიც კარგად იცოდნენ, რომ ამ მდინარეში არაფერი ცოცხალი არ ბინადრობდა და არც ამიშიში არ ჰქონდათ რა, მაგრამ უეცრად სიტუაცია შეიცვალა. მდინარე თითქოს და ბავშვების შესრუტვას ცდილობდა. ეს არ იყო არც მცოცავი ქვიშა და არც ტალღა, იხსენებს ჩარლი. ეს იყო ცოცხალი მდინარე, რომელსაც თითქოს და ჩვენი ჩაძირვა და შეჭმა უნდოდა. როგორც ბავშვი ამბობს, ცურვის დროს მათ ფეხზე ხელი მაგრად მოუჭირა ვიღაცამ ან რაღაცამ და მთელი ძალით ჩასტაცა ფსკერისაკენ. ბავშვები ამ დროს ძალიან შეშინდნენ. მდინარე საკმაოდ შორსაა დასახლებული პუნქტიდან. თევზის არ ყოფნის გამო მეთევზეებიც კი არ არიან შორი ახლოს. მხოლოდ ბავშვები და მკვლელი მდინარე არის დარჩენილი. როგორც გადარჩენილი ბავშვი ამბობს, 2 საათის განმავლობაში ტანჯავდა მათ მდინარე. ხან აუშვებდა მაღლა, ხან ისევ ჩაძირავდა, ხოლო საშუალებას არც ერთს არ აძლევდა, რომ ამოსულიყვნენ ნაპირზე. ჩარლი იხსენებს იმ მომენტს, როდესაც ის მდინარე ბოლომდე ჩაიყვანა ფსკერზე. ხოლო თვალებ გახელილმა ბავშვმა უეცრად დაინახა მეორე მოზრდილი ბიჭი, რომელიც ამათ არ ახლდათ და არ იცნობდა ის მას. ეს იყო გარდაცვლილი დევიდი, რომელიც ზუსტად ამ დროს 60 წლის წინ დაიღუპა აქ. როგორც ბავშვი ამბობს, რამდენიმე წუთი
ხუთი უყურებდნენ ისინი ერთმანეთს. მან თქვა, რომ ამ ადამიანში თანაბრად იგრძნობოდა როგორც ზიზღი, ასევე შიში. ჩარლი იხსენებს მის თვალებს. თითქოს და მას სურდა მისი მოკლა, მაგრამ ამავდროულად სთხოვდა დახმარებას, რომ განეთავისუფლებინა მისი სული წყლიდან. მაგრამ უეცრად გაქრა ეს მოჩვენება ბიჭი და ჩარლიმაც მაღლა ნაპირისკენ ამოხვინთა, ხოლო მისი მეგობრები არსად არ ჩანდნენ. შეშინებული ბიჭი გაიქცა ვინმე სულიერი სანახავად, რადგან დახმარება და მათი მეგობრების შველა ეთხოვნა. მეორე დღეს მდინარეში იპოვეს დაკარგული ბავშვები, მაგრამ საუბედუროდ ყველანი დაღუპულნი. გასათვალისწინებელია ის, რომ ყოველთვის გარდაცვლილი სიკვდილის მიზეზი არა დახრჩობა, არამედ გულის გახეთქვა იყო. როგორც დევიდის შემთხვევაში მოხდა. რამდენიმე ხანი გადარჩენილ ბავშვს ანახეს დევიდის სურათი და მან ის ამოიცნო. ეს ის ბავშვი იყო, ვინც სწორედ მდინარის მსხვერპლი გახდა და მისავე სულმა გამოაცდევინა იგივე ტანჯვა ამ ბიჭებს, რაც მან განიცადა სიკვდილის დროს. როგორც შემდგომ იხსენებენ, 1840 წლიდან მსგავსი სიკვდილის ისტორია მრავალი დაფიქსირდა ამ მდინარეში და ყოველი მათგანი გულის გახეთქვით დაიღუპნენ. ამიტომაც მათ დევიდის მიცვალებულები უწოდეს. დღეს ეს მდინარე ჩაკეტილია და არამც თუ ცურვა, არამედ მიახლოვებაც აკრძალულია, ხოლო 2000 წლიდან დღემდე ყოველდღე ლოცულობენ ამ მდინარესთან დევიდის სიკვდილის დღეს მისი სულის გასათავისუფლებლად, მაგრამ უშედეგოდ მდინარე დღესაც მკვდარია.